თუ დაინტერესებული ხართ დაზგური გრაფიკით და გსურთ შექმნათ ნამუშევარი, workshops შეგიძლიათ დაესწროთ აი ამ ლოკაციაზე. workshops გაუძღობიან პროფესიონალები და დაგრჩევათ ძალიან საინტერესო ნამუშევრების სამახსოვროდ. ჩვენ ესე იგი ამ დაზგურ გრაფიკაში ახლა პირველ რიგში რაც არის კლასიკურად მეტალზე მუშაობა, ამ შემთხვევაში ჩვენ ფოლგა გვაქვს, ხო? აი დავუშვათ ახლა აქ არის ნიმუში, გაკეთებული ძველი თბილისი, გაკეთებულია, მოწამლულია უკვე ესა. შეგვიძლია დავბეჭდოთ ესე იგი მაღალი ბეჭდვა, შეგვიძლია დავბეჭდოთ დაბალი ბეჭდვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევს დაზგაზე მუშაობა, ამობეჭდვა. გვაქვს ესე იგი ფანერზე მუშაობა, ეს ფანერზე მუშაობა არის იგივე ლითოგრაფია ფანერზე, სადაც ჩვენ ლითოგრაფიული ტუშებით და ასე შემდეგ მასალებით მუშაობთ. აქაც მოწამვლა ხდება გუმი არაბიკით და პროცედურაა ესე იგი ესეთი ხო, რაღაცა ის 12 საათი უნდა იყოს რომ მოიწამლოს. ასევე არსებობს მეტალზე მუშაობა, როდესაც პირდაპირ მუშაობთ ჩვენ ამაზე პატარა ვალიკებით და ფუნჯებით, რასაც დავუბეჭდავთ, დავხადავთ, იმას ამობეჭდავთ. და ეს არის ყველა ორიგინალი, ასე ვთქვათ. შეიძლება დავუბეჭდოთ 30 ცალი, 50 ცალიდან ვთქვათ, რომელიც საუკეთესო იქნება, მას ავარჩევთ. შეიძლება იყოს რომ რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ კიდე ზემოდან შეგვიძლია ვიმუშაოთ, ესე იგი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. რასაც გავაკეთოთ მეტალზე, შეიძლება არ გავაკეთოთ მოკულიტოში. რასაც მოკულიტოში გავაკეთოთ, შეიძლება მეტალზე არ გავაკეთოთ და რასაც ესე იგი ქაღალდზე დავხატავთ და ტილოზე, ის შეიძლება მასალაში არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ მასალა თავის ტექნოლოგიას ითხოვს, ასევე ფაქტურები და ტექსტურები და კარგია თუ ხატვარი, ვინც ამ კომპოზიციას აკეთებს, დაფიქსდება მასალაზე. ანუ მის კომპოზიციას რაში ხედავს უფრო მეტად, რომელ მასალაში. გრაფიკას აქვს თავისი ენა, ასე ვთქვათ, როგორც ახლა საქსაფონს, როიალს, მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს, ესე იგი და ამაზე უნდა დაფიქრება. ყოველთვის აქ ყველაფერი ცოტა ესეთი აფთიაქური სამუშაოა, წინასწარ უნდა იყოს ყველაფერი განსაზღვრული, როდის რას ვაკეთებთ. რას ნიშნავს კონტური, რას ნიშნავს შტრიხი, რას ნიშნავს ტონალობა. გრაფიკოსები ესე ვართ, ყველაფერი გააზრებული ვართ, ესე იგი წინასწარ. ახლა რაღაც იმპროვიზაციები ხდება. შესაძლოა იმპროვიზაციები ძალიან საინტერესოა, ბევრი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა ეს დაზგური გრაფიკა. სუფთა კლასიკური ოფორტი ნიშნავს მოწამლულ შტრიხს, მოწამლულ კონტურს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში რომ ახლა მჟავებთან და იმასთან გვიჯაყდეს მშრალი ნემსი, ასე ვთქვათ. და მაღაზია კიდევ თავისებური ძალისხმევაა საჭირო. ამისათვის ადამიანი 6 წელიწადს სწავლობს აკადემიაში რომ დაეუფლოს ამას.